დღეს 9 მაისია ფაშიზმზე გამარჯვების დღე. საქართველოს მეორე მსოფლიო ომში უმძიმესი ფასი გადაიხადა. ომში წავიდა დაახლოებით 700,000 ქართველი, მათგან კი 300,000-მდე ვერ დაბრუნდა სახლში. დღეს როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ტერმინი დიდი სამამულო ომი სულ უფრო ხშირად იცვლება მეორე მსოფლიო ომით. ეს მხოლოდ ლექსიკური სხვაობა არ არის, ეს ჩვენი ისტორიის აღქმის, მეხსიერების და იდენტობის საკითხია. ამ გადაცემაში ვეცდებით გავიგოთ, როგორ შევინარჩუნოთ ისტორიული სიმართლე, რა იყო საქართველოს წვლილი ამ ომში და რა უნდა ვუამბოთ მომავალ თაობებს. დღევანდელი ინტერვიუს სტუმარი გახლავთ ისტორიკოსი და პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე. მოგესალმებით ბატონო სოსო, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს 9 მაისია და ჩვენი სამშობლოსთვის მნიშვნელოვანი თარიღია ვფიქრობ. თუმცა ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის ტერმინის თითქოს და გადასხვაფერება. როგორც მეორე მსოფლიო ომი მარტივად რო შემოიფარგლებიან. თქვენი აზრით, ფართო ტერმინს მეორე მსოფლიო ომზე გადასვლა ხომ არ არის ცნების ჩანაცვლება, ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიიდან გადახვევა, თუნდაც რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირს უკავშირდებოდა. მოგესალმებით პირველ რიგში. რა თქმა უნდა, გადასხვაფერების მცდელობები ეს არის გარკვეული იდეოლოგიური მომენტი. რომ სამამულო ომი, ტერმინი სამამულო ომი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მონაწილეობდა თავისთვის სასიცოცხლო ომში. ახლა დღეს ვინაიდან ტრენდი სხვა არის და საბჭოთა კავშირი დაიშალა და უშუალოდ საქართველოს და რუსეთს შორის არსებობს ის, რაც არსებობს და არსებობს კიდე გამალებული ბრძოლა იმისათვის, რომ ეს მემკვიდრეობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულისა გადატანილი იქნას სხვა მიმართულებით, ხომ? და რუსეთს ესე ვთქვათ წაერთვას ის ჯილდოები, რომელიც მას ამ გამარჯვების შედეგად ერგო, როგორც იდეოლოგიური, ასევე პოლიტიკური, ასევე გეოპოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს, რომელიც არის დღეს მიისწრავს ევროკავშირისკენ, წერია ეს კონსტიტუციაში, ეს არ შეიძლება იყოს მისთვის სამამულო ომი, ამიტომ შედარებით დისტანცირებულად არქმევენ ამას მეორე მსოფლიო ომს. საქართველოს დაკარგა მეორე მსოფლიო ომში 300,000 ადამიანი დაახლოებით. ამავე დროს საქართველოს წვლილი ამ ომში იყო უზარმაზარი. მარტივად რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობდა მაშინ იოსებ სტალინი, რომლის წარმომავლობაც ვიცით, ხომ? ამავე დროს მის სტრატეგიულ დაზვერვას ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერია. და გარდა ამისა, ქართველი მეომრები იქ იბრძოდნენ, უამრავი ადამიანი იბრძოდა არა მარტო იდეოლოგიური მოსაზრებების გამო დაუშვათ და იმის გამო, რომ მიძულებული იყო ებრძოლა, არამედ იმის გამოც, რომ კარგად ესმოდა რას ნიშნავდა ნაციზმი. რა იდეოლოგია იყო. ახლა ბევრს უნდა რომ გაავლოს პარალელი კი არა, იგივეობის ნიშანი გაავლოს ნაციზმსა და კომუნიზმს შორის, ხო? ანუ ფაშიზმს ეძახიან, თუმცა ფაშიზმი ტერმინი არ მიმაჩნია მე. ზუსტად არ ასახავს ფაშიზმი იმას, რაც იყო გერმანიაში, ნაციზმი. რას ნიშნავს ნაციზმი? ნაციზმი ნიშნავს იმას, რომ არსებობს არიული რასა, რომელსაც აპრიორი აქვს უპირატესობა სხვა ხალხებთან არაარიელ ხალხებთან შედარებით, რომლებიც გამრავლდნენ და არის ესე ვიდი ვენცე ფერმერტე ნიდერასენ, ანუ ესე იგი მატლები წყილებივით გამრავლებული დაბალი რასები არსებობენ, რომლებიც ან უნდა იქნან განადგურებული, vernichtet, ასე ვთქვათ გერმანულად რომ ვთქვათ, და ან უნდა იყვნენ დამორჩილებული და შეასრულონ მონის მდგომარეობა, მონის როლი. ეს იყო ნაცისტური იდეოლოგია. იმასაც ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნაციზმი მარტო გერმანიაში არ არსებობდა. ნაციზმს აქვს თავისი ფესვები ღრმად ჩვენს ბუნებაშიც, ადამიანურ ბუნებაშიც, იმიტომ ნებისმიერი განსხვავებულობა ხშირ შემთხვევაში მიდის უკიდურესობამდე და მათ შორის დაუშვათ განსხვავებულის უფლებების არცნობამდე საერთოდ რომ იარსებოს, ხო? ეს იწვევს მთელი არასასურველ მოვლენებს კაცობრიობის ისტორიაში, კერძოდ ომებს და განადგურებებს და გენოციდებს, რომლისგანაც შედგება სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორია, როგორც ჩვენ ვიცით. მაგრამ იმავე პერიოდში ევროპაში არსებობდნენ ნაცისტური იდეოლოგიები, საფრანგეთშიც, ბრიტანეთში. საფრანგეთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სხვათა შორის ამ მხრივ. არსებობს კიდევ ცნობილი ახლა მაგალითად იგივე უპირატესობის საკუთარი გამორჩეულობის დასაბუთება გაცილებით ძველად, ხომ და დასაბუთება რელიგიურიც მათ შორის. და მან დიდი როლი ითამაშა ამ იმ მასშტაბებზე, რომლითაც გამოირჩეოდა ეს ომი. რაც შეეხება კომუნიზმს, ახლა კომუნიზმის იდეა
რა თქმა უნდა და ის როგორც განხორციელდა ეს და ეს მოდი ასე ვთქვათ მებრძოლი ათეიზმი რა თქმა უნდა ეს ბოროტება იყო მაგრამ ის განსაკუთრებით მის შემდგომ ვერსიაში როცა საბჭოთა კავშირის გარკვეული ევოლუცია ხდებოდა გაცილებით ნაკლები ბოროტება იყო კერძოდ ის არ გულისხმობდა ხალხების განადგურებას მათი წარმომავლობის მიხედვით ახლა თუ საუბარია გადასახლებულ ხალხებზე და ეს იმპერიული ასე გაგებული სახელმწიფოებრიობის შედეგი გამტკიცების ღონისძიებები იყო და არა დაუშვათ რასობრივი ნიშნით დევნა თუმცა ეს გამორჩეული იყო იმიტომ რომ კოლექტიური პასუხისმგებლობის იდეას არ უარყოფდა აი მაგალითად როგორც გადაასახლეს სრულკავკასიელები ყირიმელი თათრები ეგრეთ წოდებული და ასე შემდეგ თქვენი აზრით შეძლებდა მეორე მსოფლიო ომში ამერიკა გერმანიის დამარცხებას საბჭოთა კავშირის გარეშე ამ პირიქით საბჭოთა კავშირი თუ შეძლებდა ამერიკის დახმარების გარეშე ჰიტლერის დამარცხებას პირველი უნდა ვთქვათ რომ ამერიკელები საერთოდ კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ როგორც პირველ მსოფლიო ომში ასე მეორე მსოფლიო ომში ჩართვის ამერიკელი ხალხის დიდი უმრავლესობა მათ ახასიათებთ იზოლაციონიზმი და ამერიკელები ამერიკას განიხილავენ როგორც ცალკე არსებულ სამყაროს მათ ნაკლებად აინტერესებთ დანარჩენი სამყაროს კი არა საერთოდ ისტორიას არ აინტერესებთ მათ უმრავლესობას უდიდეს უმრავლესობას ასე იყო მეორე მსოფლიო ომის წინაც და დაჭირდა ამერიკულ ელიტას მთელი რიგი ესე იგი ეგრეთ წოდებული false flag ოპერაციები ანუ ყალბი ოპერაციები რათა გაერწმუნებინა შეერთებული შტატების საზოგადოებრივი აზრი, რომ ის ჩართული იყო ომში. ეს უნდა ვთქვათ. და ეს ოპერაციები ცნობილია, იგივე დაუშვათ, როგორ პროვოცირებდნენ, ეს ცნობილია. პირველ მსოფლიო ომშიც, მეორე მსოფლიო ომშიც. იმიტომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამერიკელები, კი წინააღმდეგი იყვნენ. ყოველს ახლაც ესეა სხვათა შორის და ამიტომ ამან მიიღო სისტემის ხასიათი. ეხლა შეეხება გერმანიის დამარცხების ამერიკულ პოტენციალს. ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ამერიკელები, ამერიკა და ბრიტანეთი ეს საზღვაო სახელმწიფოებია, თალასოკრატიებია. მათი ძლიერება ეფუძნება საზღვაო ძალის საზღვაო პროექციას, მოდი ასე ვთქვა. მათ ყოველთვის უჭირდათ და დღესაც უჭირთ სახმელეთო ომებში მონაწილეობა, რასაც ადასტურებს როგორც მაშინდელი, ისე დღევანდელი ისტორია. იგივე დაუშვათ ამერიკელები, როდესაც გადასხდნენ კონტინენტზე, რომ არ დაეწყო საბჭოთა კავშირის ვადაზე ადრე შეტევა, ანუ ოპერაციების განხორციელება ერთი თვით ადრე დაიწყეს დაჟინებული თხოვნით, იმიტომ რომ განმეორდებოდა ის, რაც მოხდა თავის დროზე დანკერკის ცნობილი ოპერაცია. არდენთან გაანადგურეს გერმანელებმა, ეს ხდება 44 წლის ბოლოს თითქმის რა, 44 წელს ხდება, როცა თითქმის გერმანია ესეთ ორ ფრონტს შორის არის მოქცეული და უკვე განიხილებოდა მისი ომის შემდგომი მოწყობის საკითხები, ისე ეგონათ, მაგრამ განახორციელეს გერმანელებმა შეტევა და რომ არა იგივე საბჭოთა არმიის შეტევა პოლონეთზე, ვარშავაზე და ასე შემდეგ აი მთელი უზარმაზარი ოპერაცია სახმელეთო, ისინი კვლავ აღმოჩნდებოდნენ, ესე იგი, ზღვაში. როგორც დანკერკის ოპერაციის დროს იყო სხვათა შორის რა, ეს გულისხმობ ომის დასაწყისს. აქედან გამომდინარე, საკითხი იმის შესახებ, ახლა შეიძლება თუ არა შეერთებული შტატები და ბრიტანეთი კონტინენტზე გადასულიყო და დაუშვათ ცალმხრივად ეომა გერმანიის გაერთიანებულ ევროპასთან და არ ესმით რომ ეს მაშინ გერმანია კი არ ომობდა მარტო. ეს იყო ერთგვარი ჩანასახოვანი თქო. ჩანასახოვანი კი არა, უბრალოდ ეს იყო გაერთიანებული ევროპა. ახლა არ ამბობენ და მაგრამ აბა დავაკვირდეთ საფრანგეთი დაპყრობილი ყავდა გერმანიას და ფრანგი ჯარისკაცების უმრავლესობა ვერმახტის მხარეზე ომობდა. ახლა ეს მარტო ის ცნობილი ფაქტი რა დღის რომ დივიზია შარლემანი SS-ის სხვათა შორის დივიზია შარლემანი ბოლო დღეებამდე იცავდა რაიხსტაგს. ბოლომდე იცავდა. ფრანგები იყვნენ ისინი. საფრანგეთის მრეწველობა მობილიზებული იყო ომისათვის. საფრანგეთში ისე ეგრეთ წოდებული ვიშისტური მთავრობა მთლიანად იზიარებდა ჰიტლერის იდეოლოგიას. სხვა ქვეყნები, რომლებიც დაიპყრო თავის ჰიტლერმა შეიყვანა იქ ჯარები, ასევე იზიარებდნენ მის პოლიტიკას. იგივე ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი, პოლონეთი, ის იყო გაერთიანებული ევროპა. ევროკავშირი მოდი ასე ვთქვა და ძალიან საინტერესოა თუნ ევროკავშირის წარმოშობის წინამძღვრები და ის რა ხდებოდა ამ დროს და ვინ იყო სინამდვილეში თანამედროვე ევროკავშირის მამა იდეოლოგიური ხო ამ შემთხვევაში მე არ გულისხმობ ჰიტლერს და მის ასე ვთქვათ მის იდეოლოგიას ეს სხვანაირი ტიპის ევროკავშირი იყო და ეს ორი ძალა ერთმანეთს ებრძოდა მაშინაც ეს იყო რიხარდ კალერგი მაგალითად
რომელმაც ამოაყენა იდეა იმის შესახებ, რომ ევროპის გაერთიანებული შეერთებული შტატები უნდა ჩამოყალიბდეს, ვესტფალიის ზავის შედეგად ჩამოყალიბებული ერის სახელმწიფოს იდეა უნდა გავიტანოთ, ესე ვთქვათ, ნაციონალიზმი უნდა გავიტანოთ პოლიტიკის მიღმა, აი ესეთი ფორმულირება ჰქონდა. უნდა შევქმნათ ევროპული ელიტა, ხოლო ეს ერის სახელმწიფოები, ჰომოგენური ერის სახელმწიფოები, რომელიც შეადგენდა ამ ვესტფალიის ზავის შემდგომი ზავის არს, ესენი უნდა ავრიოთ აფრიკელი და მუსლიმი მიგრანტებით. ხომ არაფერი გეცნობა. ეს 1925 წელს ამბობდა ამას კალერგი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ამ მიზნის განსახორციელებლად. ის კი არა და ჰიტლერთანაც ჰქონდა გარკვეული, ანუ ნაციონალ-სოციალისტებიც ფიქრობდა, რომ რაღაც შეიძლებოდა მათ შორის ესეთი ალიანსი დამდგარიყო, თუმცა ხელისუფლებაში მოსულმა ნაცისტებმა, რა თქმა უნდა, არ გაიზიარეს და ამას მოყვა მისი დევნა, მისი მიგრაცია შეერთებულ შტატებში და მისი წიგნების დაწვა და ასე შემდეგ. ხო და აქედან გამომდინარე თქვენი კითხვა იმის შესახებ შეეძლო თუ არა დაუშვათ შეერთებულ შტატებს გამარჯვება მოიგო? რამდენად იყო ეს გამარჯვება ერთობლივი ძალის შედეგი? გამარჯვება ერთობლივი ძალის შედეგი, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ არსებობს პროპორციები. ხო, ვის მეტი ძალისხმევა ჰქონდა, ხო, ამასთან დაკავშირებით. თქმა უნდა, საბჭოთა კავშირს ჰქონდა გაცილებით დიდი კონტრიბუცია ამ გამარჯვებაში. udარებლად დიდი კონტრიბუცია ჰქონდა, ვინაიდან ბრძოლის გამარჯვების ბედი წყდებოდა სახმელეთო ოპერაციებში. სადაც იყო გრანდიოზული ძალები ჩართული, უზარმაზარი და ტოტალური ომი იყო. როგორც გაერთიანებული მაშინდელი გერმანიის დროშის ქვეშ, ევროპის ისე საბჭოთა კავშირის მხრიდან. და მსხვერპლით შესაბამისი იყო, უზარმაზარი მსხვერპლი იყო და ოპერაციებიც ტარდებოდა სულ უფრო და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ოსტატობით ორივე მხრიდან. შესაბამისად, ახლა აქედან გამომდინარე, სახმელეთო ომში ბრიტანულ-ამერიკული ჯარების გამარჯვება გერმანიაზე საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია. გაერთიანებულმა იმან შესაძლებელი გახადა გაერთიანება მომძალების, მაგრამ მე დავარქმევდი, რომ გადამწყვეტი უპირატესო, გადამწყვეტი დარტყმები საბჭოთა კავშირმა მიაყენა სწორედ ამ ნაციზმს, მოდი ესე ვთქვა. 700,000 ქართველი იბრძოდა ფრონტის ხაზზე, მათგან 300,000 სამწუხაროდ ვეღარ დაბრუნდა საკუთარ სამშობლოში. ამ ყველაფრის ფონზე რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იმ როლის შესახებ, რასაც ქვია 1945 წელს ფაშიზმზე საერთო გამარჯვების შესახებ. აღიარებულია, რომ ეს იყო ეს ნაცრისფერი ჭირი, ეგრეთ წოდებული ხაკისფერი თუ როგორც გინდა, მიხაკისფერი ჭირი, იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი უბედურება, ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი ფურცელი კაცობრიობის ისტორიაში. ზოგადად, ანუ ეს წარმონაქმნი იყო საშინელება, ხო? შესაბამისად მიღებულია დღემდე, რომ ამის ამოძირკვა და განადგურება იყო უაღრესად დადებითი მომენტი და საშუალება მიცა ამან კაცობრიობას, რომ უშუალოდ განვითარებულიყო შედარებით უკეთეს გზას დადგომოდა, მოდი ასე ვთქვათ. ხო, დადგა ეგრეთ მშვიდობის 50 წელი. სტალინმა რო უთხრა სხვათა შორის პოცდამის შემდეგ კონფერენციის შემდეგ სტალინმა თქვა, რომ ჩვენო კაცობრიობას მივეცითო 50 წელი შედარებითი მშვიდობის. და ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენი კონტრიბუცია, ჩვენი წვლილი არის ძალიან დიდი და ჩვენ სწორედ ამიტომ პრაგმატულად რომ ვთქვათ, უნდა გვინდოდეს რომ ეს წვლილი იყოს სათანადოდ წარმოჩენილი. კი, არის ახლა რომელი გმირები უნდა გვახსოვდეს? უნდა გვახსოვდეს ყველა ვინც დაიღუპა. და ის შეურაცხყოფელი და მოდი ასე ვთქვათ, ამაზე რძენია იმ ადამიანების მოსაზრებები, რომ იცით რა, ახლა ესენი სხვის ომში დაიღუპნენ, ყველა ამაოდ დაშვნენ. და ესე იგი აქედან გამომდინარე ჩვენ მათ მიმართ არ უნდა გქონდეს არანაირი, ესე ვთქვათ, მოწიწება და ემპათია. მაშინ ასეთ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი როლი ფრონტის ხაზზე? ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჯერ ერთი თავისთავად ახლა ვიღაცას წარმოუდგენს 300,000 დაღუპული, 700,000-იანი არმია, რომელიც შეიარაღეს, ომობდა იქ სხვა ერებთან ერთად, გვერდ-გვერდ, ხომ? ეს უზარმაზარი ძალაა. და სხვათა შორის არავის არ უთქვამს, არა მარტო იმის გამო, რომ უმაღლესი მთავარსარდალი და გენერალისიმუსი სტალინი იყო, რომ ქართველები იქ დაუშვათ არ ომობდნენ, ან და დაუშვათ ცუდად ომობდნენ.
არავის არ უთქვამს. ისინი ძალიან ღირსეულად ომობდნენ. ახლა მსხვერპლის დიდი რაოდენობა და განპირობებული იყო ომის პირველ წლებში იგივე დაუშვათ ყირიმში მიმდინარე მოვლენებით ცნობილი ამ დროს ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, ხო? რომ ალყაში აღმოჩნდნენ და ვერ მოხერხდა მათი გამოყვანა იქიდან და ძალიან ბევრი ადამიანი ქართველი შეეწირა იმ ოპერაციებს. და შემდგომ ასეთი დიდი მსხვერპლი აღარ იყო. როგორ არ იყო, მაგრამ ნუ ესე მასობრივი დაღუპვა რაც მოხდა იქ ყირიმში. ყირიმის ოპერაცია რო მიმდინარეობდა გერმანელები, ქართველები კი არ იყვნენ, მარტო სხვებიც იყვნენ, ცხადია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა იქ. კერჩის ოპერაცია, ხო, კერჩთან უამრავი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჩემი ნათესავებიც მაგალითად. ქართველები იქ ძალიან ღირსეულად ომობდნენ და მათ მიაჩნდათ, რომ ეს მათი ომი იყო. მათი ომი იყო. კარგად იცოდნენ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ დაუშვათ იგივე გერმანელებს და სხვაებს კიდე მათ მეგობრებს სხვა ხალხების მიმართ. რა გეგმები ჰქონდა ნაცისტურ გერმანიას საქართველოსთან დაკავშირებით? მაგაზე არსებობს ძალიან ბევრი წყარო, სხვათა შორის. რა მნიშვნელობა ჰქონდა იგივე ჰიტლერის სტრატეგიას ჩვენს ქვეყანასთან? ნუ იქ არის საუბრებია პირდაპირ, აი მაგალითად როგორ უნდა მოიქცნენ თავიდან, ნუ იქ ინიშნებოდა გენერალ-გუბერნატორი ჩვეულებრივად და მერე ჰიტლერის ის არსებობს ინსტრუქციები, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი კავკასიაში მაგალითად, იგივე საქართველოსთან მიმართებაში. და რა იყო ეს ინსტრუქცია? ნუ ძალიან ფრთხილად იყავით თავიდანო, ეროვნული სიმბოლოებიო, რაღაცა შეურაცხყოფა მიყენება ამას მოერიდეთო, ჯერჯერობითო, იმიტომ რომ ეს არის ასე ვთქვათ, სისხლის აღებით, კავკასიაზე იყო ზოგადად მათ შორის სისხლის აღებით ორსული გეშვანგერტ, ანუ ესეთი ტერმინი იყო, მხარეაო ესაო და მაინც მოვერიდოთო, სანამ ესე გერმანული ძალაუფლება ბოლომდე გამყარდებაო. შემდეგ მაშინ პოლიტიკურად რა მნიშვნელობა ჰქონდა? რამდენად სტრატეგიული იყო კავკასია? კავკასია სტრატეგიული იყო, აქ იყო მაშინდელ სოფლიოში მარგანეცის მაგალითად მანგანუმის ასეთი რაოდენობები არ იყო საბადოები გახსნილი იგივე დაუშვათ სხვა ქვეყნებში როგორც გაბონი და ასე შემდეგ. ჭიათურის მარგანეცს ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და რაც თავარია ბაქოს ნავთობი. ბაქოს ნავთობი სტრატეგიული ნედლეული იყო. ძალიან ჭირდებოდა გერმანიის იმპერიას. კიდენ გამომდინარე კავკასიაზე წამოსვლა ხომ 42 წელს ხომ რომ გადაეკეტა ჩრდილო კავკასიიდან ბაქოს ნავთობის მიწოდება რუსული ნაწილებისთვის. მაშინ ნავთობი ესე არ იყო ციმბირი გახსნილი და ასე შემდეგ. ძალიან შეზღუდული იყო ნავთობის ისინი საბადოების რაოდენობა და ნავთობი კიდე კრიტიკულად ჭირდებოდა საბჭოთა არმიას. როგორც გერმანულ არმიას, რომელიც იმ დროს სინთეტიკური საწვავის წარმოებაც კი დაიწყეს, იმიტომ დაბომბეს იქ რუმინეთის საბადოები და ასე შემდეგ. ანუ ნედლეულს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისად, კავკასიას არა მარტო ამიტომ ჰქონდა მნიშვნელობა, კავკასია მოგეხსენებათ გზას ხსნის ირანზე, გზას ხსნის ზღვებისკენ და აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ინტერესი კავკასიას ყოველთვის ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა და დღესაც აქვს როგორც ხედავთ, ხომ? და არა მარტო იმის გამო, რაც ჩამოთვალე. ნუ ასევე შემონახულია საინტერესო ჰიმლერის და გერინგის დიალოგები ოპიუმის პლანტაციების გაშენების შესახებ კავკასიის მთიანეთში. სხვათა შორის ეს გეგმებიც ჰქონდათ. ახლა ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ მათ კლასიფიკაციაში არ ვეკუთვნოდით არიული ხალხების ოჯახს. ანუ ჩვენ არ ვიყავით პრივილეგირებულ, ასე ვთქვათ, არიულ ოჯახში გათვალისწინებული და შესაბამისად ვექვემდებარებოდით იგივე ღონისძიებებს, როგორცაც ექვემდებარებოდნენ დაუშვათ სხვა ხალხებიც, რომლებიც არასასურველ, ესე იგი, გამრავლებულ არასასურველ მატერიალად განიხილებოდა. ეს უნდა გვესმოდეს. რაც შეეხება ახლა იმას, რომ ეს გერმანელი ხალხის ნოუ-ჰაუა, ასე არ არის. გერმანელები გერმანიაში ამან ისტორიული ხასიათი მიიღო პირველ მსოფლიო ომის იმის შედეგად, როგორც მას მოექცნენ პირველ მსოფლიო ომში. ასევე იმის შედეგად, რომ მას ადანაშაულებდნენ ყველაფერში, რაშიც ხშირად ის არ იყო დამნაშავე სხვათა შორის. თავარი აქტორი მაშინ ევროპაში გახდა ბრიტანეთის იმპერია. ყველა არა აქვს სხვათა შორის გასაიდუმლოებული დოკუმენტები, როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომის შესახებ ბრიტანელებს. და არ ხსნიან, არასდროს არ გახსნიან, იმიტომ რომ გახსნან გაირკვევა, რომ თუ საერთოდ ომის ინიციატორი და საერთოდ ყველაფერ ამ უბედურების ინიციატორი, ერთ-ერთი ინიციატორი მაინც ისინი არიან და პასუხისმგებლობაც მას დაეკისრება. პირველ მსოფლიო ომში ადგილი ჰქონდა გერმანული ზურგის. აი ეს ანტისემიტიზმი, რომელიც დაუშვათ გაჩაღდა გერმანიაში, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ უამრავი დაუშვათ ადამიანის ერთმანეთს
ჰქონდათ პრივილეგირებული ადგილები ამ ზურგის სამსახურებში, იგულისხმება, ამ შემთხვევაში იუდენს, ვისაც ეძახდნენ გერმანელები ებრაელებს და ახდენდნენ დეზორგანიზაციას და ბოლოს რევოლუციაც მოახდინეს. და ახლა რევოლუცია მოგეხსენებათ, რომ ეს ლიპკნეხტი და ეს საერთოდ მთელი ეს რევოლუციური ფრთა გერმანული რევოლუციისა, რომელიც იყო ზურგში დანიშნულმა რეალურად გერმანული არმიის მიმართ, წარმოადგენდნენ სწორედ ამ საერთაშორისო ინტერნაციონალს. ანუ გერმანელებს მაშინ თავისი ლოგიკა ჰქონდათ, იმიტომ იბრძოდნენ ბოლომდე, რომ მათ ანადგურებენ. და სხვათა შორის იყო ეს გეგმებიც და სტალინის როლი გადამწყვეტი იყო იმაში, რომ გერმანელიერი საერთოდ ბოლომდე არ დატოვეს სახელმწიფოს გარეშე. მისი სიტყვები ჰიტლერები მიდიან და მოდიან და გერმანელიერი რჩებაო, სხვათა შორის და გერმანულ კულტურას ის ძალიან მაღალ დონეზე აფასებდა. ამ შემთხვევაში სტალინიზმის აპოლოგია კი არ გამოდის, მე მომყავს მხოლოდ ფაქტები. როგორ იმოქმედა მეორე მსოფლიო ომმა ჩვენ საერთო ცნობიერებაზე და რა ცვლილებები მოხდა თუნდაც მას შემდეგ? გამარჯვებული ერის მომენტია. საერთოდ ცნობილია, რომ გამარჯვებული, რაც უნდა პარადოქსი იყოს, გამარჯვებულ და დამარცხებულ ჯარისკაცებს ჭრილობები სხვადასხვა სისწრაფით უხორცდებათ. ანუ გამარჯვებას თავისთავად აქვს უზარმაზარი თერაპიული ეფექტიც. სხვა რამ არის ეს. ადამიანს სხვანაირად აღიქვამს გამარჯვებას, ხო და აქ იყო გამარჯვებული ხალხის ეფექტი. ეს გამოისახა ამ კონკრეტულ მიღწევებში, ხო? გარკვეული ეკონომიკური მიდიოდა წინსვლა ამავე დროს, ძალიან ინტენსიური და იდეოლოგიური ისიც ხო მიდიოდა, ხო, რომ მართლაც სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება იქნა. ამ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში გამარჯვება იქნა მიღწეული, ხო? ჩვენ რო ავიღოთ დინამიკა, მაგალითად იგივე დაუშვათ შობადობის. 102.000, 100.000, აი ესეთი შობადობა იყო 60-იან წლებში. რო წარმოვიდგინოთ. ისეთი მაჩვენებელია რა, რა ქვია, რომელსაც არანაირი მტკიცებულება აღარ ჭირდება. დღეს რამდენია? 39.000 დაახლოებით. აი ესეთ ხა ზუსტი რამ განაპირობა. მათ ჰქონდათ პოსტგამარჯვებისეული ოპტიმიზმი, ესე ვთქვათ. კიდე არსებობდა იქ მთელი რიგი ფაქტორები, როგორც იყო მაგალითად ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ და ამგვარები. მომავლის იმედი. კიდე ესეც იყო, იმიტომ რომ ახლა მაინც ამ ხელა გამარჯვების მერე ეს ყველაფერი მატულობდა, ხო? თუმცა ამას მერე მოყვა გარკვეული პროცესები საბჭოთა კავშირში, მისი დეზინტეგრაციის დასაწყისი, მისი იდეოლოგიური არასაკმარისობა იმ იდეოლოგიის, რომელიც რეფორმირება ვერ მოახდინეს, განსხვავებით მაგალითად იგივე ჩინეთისგან, ასევე სტალინის შემდეგ ხელისუფლებაში მოსული სრულიად უპასუხისმგებლო და პირად ბողმებზე და არასახელმწიფოებად მოაზროვნე ხრუშჩოვის და მისი გუნდის მოსვლა, კოლექტიური უპასუხისმგებლობა, მოდი ასე ვთქვათ, და ამას მოყვა კიდე გადამწყვეტი დარტყმა საბჭოთა კავშირს მიაყენა სწორედ მე-20 ყრილობამ და სტალინის კულტის დასამარება. და ამას ეყრდნობოდა სწორედ საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ ხო გავიხსენოთ, რომ ის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებული იქნა სწორედ სტალინთან, სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირთან და როგორც როკფელერმა თქვა ერთხელ, რომელიც ჩავიდა იქ და ელაპარაკა საბჭოთა ელიტას, ისინიო შეეცადნენ ჩაეცვათო სტალინის ჩექმები და შიგნით ჩავარდნენო. ასეთი რამე თქვა. თქვენ როგორც ისტორიკოსი როგორ აფასებთ სტალინის მმართველობას? რეალურად სტალინი ობიექტურად რო შევხედოთ, ეს იყო ადამიანი, რომელმაც ყველა ფრონტზე მოიპოვა გამარჯვება. აი, რო ავიღოთ ეს იყო იმპერიული იმ იმპერიის ხელმძღვანელი, რომელიც ფაქტიურად, რომელსაც მან მოახერხა შეექმნა უძლიერესი გუნდი, მათ შორის ეკონომიკური გუნდი, შეექმნა კონცეფცია ამ ქვეყნის განვითარების, განახორციელეს რკინის ხელით, როგორც ჩერჩილმა თქვა, მან მიიღო რუსეთი კავით, რკინის კავით და დატოვა ატომური ბომბით, გამარჯვებული ყველა ფრონტზე. მას ახლა რასაც უყენებენ ბრალს, გასაგებია ეს რეპრესიები, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ უნდა კონტექსტი გავითვალისწინოთ, ხო? ყველა ქვეყანაში თითქმის ამ დროს გარშემო რო შევხედოთ, იყვნენ ავტორიტარული არა, ტოტალიტარული და ფაშისტური მმართველობები. აი ჩამოვთვალოთ, გერმანიაზე ვისაუბრეთ, ხო? საფრანგეთში იგივე დაახლოებით, ბულგარეთში, რუმინეთში, ესპანეთში კაუდილიო იყო იქ, ხო? რა ქვია, ფრანკო. იტალიაში მუსოლინი იყო. ანუ ვისაც გონია რომ პოლონეთი იყო და უშუალოდ
დემოკრატიული ძალიან ცდება, პილსუდსკი იყო ნაცისტების უახლოესი მეგობარი და მის გასვენებაში სწორედ ისინი მონაწილეობენ და პოლონეთი და გერმანია ერთად იყოფდნენ ჩეხოსლოვაკიას. ის რომ დაუშვათ პოლონეთს თავზე დაესხა გერმანია, ეს სრულად არ იყო და იმის შედეგი რომ ეს დემოკრატიული იყო და ის ავტორიტარული. აქ იყო დანზიგის, დანციგს რასაც ეძახიან, დანციგის საკითხი, რომელიც სრულად დაუმსახურებლად ერგო პოლონეთს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ამ დანციგის საპორტო ქალაქია, სადაც ცხოვრობდნენ გერმანელები, 400,000-იანი ქალაქი იყო დაახლოებით. იქ პოლონელებმა განახორციელეს ძალიან უგუნური პოლიტიკა, დაახლოებით 40,000 გერმანელი იქნა მაშინ მოკლული და ჰიტლერი მაშინ არც აპირებდა ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა და ჰიტლერს სხვა გეგმები ჰქონდა სხვათა შორის, რომელიც იცვლებოდა. და ის შეთავაზება, რომელიც მან გაუკეთა სხვათა შორის პოლონეთის მაშინდელ მთავრობას, არ იყო ცუდი შეთავაზება, მაგრამ პოლონელები მაშინ თვლიდნენ, რომ მათ უფრო ძლიერი არმია ყავდათ ვიდრე გერმანელებს. სხვა შორის ახლაც აქვთ ესეთი რაღაცა ოცარი განწყობები. ზოგადად უნდა გვესმოდეს, რომ ურაპატრიოტიზმი და ეს ნაციონალიზმის უკიდურესი გამოვლინებები გონებაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თანამედროვე ისტორიაში სტალინის მიმართ არის ძალიან სკეპტიკური განწყობა. რეალურად ხომ ასე გამოდის თუ სტალინის მმართველობას გავითვალისწინებთ, ქართველი მართავდა ნახევარსამყაროს? რა თქმა უნდა, ქართველი მართავდა და ესეც იყო ახლა ამასთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები დგება. ახლა დაუშვათ იგივე რუსეთში მოქმედ მთელი გზალებს არ აწყობთ ის, რომ დაუშვათ ეს ქართველის სახელი ერქვა სტალინს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს აჩენს გარკვეული ტიპის, მოდი ასე ვთქვათ, გარკვეული ტიპის ბარიერებს აჩენს იმ მიზნების განხორციელებაში, დაუშვათ, რომელიც შეიძლება ქონდეს ელიტას, რუსულად თანამედროვე ელიტას. ეს რუსეთი საერთოდ სხვაგვარი წარმონაქმნია, ვიდრე საბჭოთა კავშირი ან რუსეთის იმპერია ახლა. ისე ატარებს მემკვიდრეობითობას, რა თქმა უნდა, ერთი ხალხია, მაგრამ მისი ელიტა დღეს სხვანაირია. იქიდან გამომდინარე, ცდილობენ, რომ დაუშვათ, თქვან, რომ სტალინი არ იყო ქართველი. ადამიანი კულტურულად რომელ კულტურას აკუთვნებს თავს, ის არის ჯერ ერთი და სტალინი 46 წლის ის ავიღოთ მისი პასპორტი და უწერია ეგ ნაციონალისტ გრუზინ ჯერ ერთი. მეორე მისი გამონათქვამებია, რომ ეს მენშევიკებიო იმდენად იმაშვებიან, იმდენად მერჩიან, რომ ჩემ ეროვნებასაც კი შეეხნენო. ის მაგას ძალიან მტკივნეულადაც აღიქვამდა სხვათა შორის. სტალინი თვითონ თავის თავს თვლიდა ქართველად და იყო კიდევაც ქართველი და მეცაც ვიტყვი, რომ ახლა სტალინის ხელდასხმა ვინ მოახდინა? საერთოდ ვინ გამოიყვანა ის ასპარეზზე? ილია ჭავჭავაძე. ხო მან დაუბეჭდა სწორედ, ის უბეჭდავდა მას ლექსებს, სხვათა შორის. და შენც ქართულოს სწავლით და სამშობლო გაახარეო, ხო? იხარე ვერთ ქვეყანაო. ხო გახსოვთ ეს ლექსი სტალინის არის. აყვავდით ურფა მხარეო და შენც ქართულოს სწავლით და სამშობლო გაახარეო. ხო? და ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა მასზე ეს ხედავდა მის პოტენციალს სხვათა შორის და არსებობს ამაზე მოგონებები. და სტალინმა შემდეგ არსებობს სტალინმა გამოიყვანა ილია ჭავჭავაძე. ხომ იმპერიალიზმმა შეიწირა. ილია ჭავჭავაძე იმპერიალიზმმა კი არ შეიწირა, ილია ჭავჭავაძე შეიწირა სოციალ-დემოკრატებმა. და ეს ცნობილი ფაქტია, რომ სოციალ-დემოკრატებთან ჰქონდა ილიას როგორც საქართველოს მართლაც მამას და ქართველი ერისთვის უდიდეს მოღვაწეს, დავა. ილია იყო საერთო ნიადაგის თეორიის ავტორი და სოციალ-დემოკრატები კიდე კლასობრივი ბრძოლის ადეპტები გახდნენ, მართალია იყვნენ სრულად გაუნათლებლები და საერთოდ რა ხდებოდა ეს მარქსიზმ-ლენინიზმი და რაში იყო საქმე, საერთოდ ვერ ირკვეოდნენ, მაგრამ ეს აგრესიული სოციალ-დემოკრატიისა ეს აგრესიული ვერსია გაიზიარეს და ფაქტობრივად ებრძოდნენ ილიას, იგივე ნოე ჟორდანია იყო ილიას ტერი. ილიას სიტყვებს შეგახსენებთ მე ეს ჟორდანია ეს უვიციო და ეს საერთოდ დასცინოდა, იმიტომ რომ ნამდვილად იყო ნოე ჟორდანია ახლა ილია ჭავჭავაძესთან შედარებით აბსოლუტური არარაობა. სამწუხაროდ ქართველმა ერმა მაშინ უდიდეს შეცდომები დაუშვა, აყვარა ამ დემაგოგიურ და სრულად ანტიეროვნულ ტრენდს. ეს ხშირად გვემართება ჩვენ სხვათა შორის. და ილია ჭავჭავაძე იმსხვერპლეს მათ ამ იდეოლოგიამ იმსხვერპლად მიდიოდა ილია ჭავჭავაძის მაშინდელი პრესა ამოიღეთ და შეგწყვება. და ძალიან გავს ეს სხვათა შორის მაშინდელი ჭინკების შემოსევა, დღევანდელი ჭინკების შემოსევის ანალოგიურია, იმიტომ რომ მათი მამა ერთია, ხო?
მისთვის ეს დრო არ არსებობს. და ილია ჭავჭავაძის გამალებული დევნა მიდიოდა. ამალ საშინელ მისი ესე ვთქვათ დაკენსელება მიდიოდა. ანუ მისი დემონიზაცია. რომ ის არის ექსპლუატატორი, რომ რაღაცა გლეხებს ჩაგრავს და ილია ჭავჭავაძე. და ასე შემდეგ და ამგვარები რა. აი ეს იყო და ამას მოყვა შედეგად მე რომ მოკლეს კიდევაც და ვინც მოკლა ხო ცნობილია რა თუნდა ლაბარაკი ამას რა მტკიცება უნდა. ილია ჭავჭავაძის რეაბილიტაცია სწორედ მისმა ასე თქო ვინც დაასხამას ხელი სტალინის ინიციატივა იყო. თუ მანამდე ის ნაკლებად ხოთა შორის. აი ესე იყო სინამდვილე ეს იყო და ახლა შეიძლება ვიღაცას ეს არ მოწონდეს, მაგრამ ვისაც არ მოწონს, ურჩევ ფაქტებს ეჩხუბება, ფაქტი ისეთი რამეა, რომ არ უნდა ეჩხუბო, იმიტომ რომ არ არის ეს გონების სიმწიფის, ასე ვთქვათ, ინდიკატორი, ესე რომ ვთქვა, ფაქტებთან ჩხუბი. და ეს ფაქტებთან ჩხუბი ჩვენთან გახდა უკვე, ესე იგი, რაღაც ტრადიცია. ფაქტებზე საუბრობთ და რამდენად საკმარისად არის დღეს ჩვენს ქვეყანაში ომსა და ფაშიზმზე გამარჯვების ხსოვნა მხარდაჭერილი და როგორ ფიქრობთ, როგორ აღიქვამენ დღეს ქართველები აწ უკვე ისტორიის იმ კონკრეტულ ნაწილს? რას ფიქრობთ 9 მაისის დღესასწაულთან და ფაშიზმზე გამარჯვებასთან დაკავშირებით? საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის და ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და ყველა კარგად ვიცით, თითოეულ ოჯახში ყველას თითქმის 80%-ის ოჯახის წევრი იყო ფაშიზმზე გამარჯვებაში მონაწილე, ომის დროინდელი წინაპრები. ჩემი აზრით ეს უნდა აღინიშნოს როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის გარეთ. რატომ უნდა დაიკარგოს იმ ხალხმა იბრძოლეს, თავისი სიცოცხლე გასწირეს? რატომ უკარგავთ იმათ ამღვაწს? რა ამ შუაშია საბჭოთა კავშირი? სიცოცხლეს ყველას ერთი აქვს და ისინი მშვიდობისთვის იბრძოდნენ. ჩემი აზრით ეს უნდა აღინიშნოს. ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, იმიტომ რომ სოფლიომ გაიმარჯვა ბოროტებაზე. რას ვფიქრობ? უამრავი ხალხი შეეწირა ფაშიზმს, ასე ვთქვათ, ბოროტებას. მაგრამ თავარი ის არის, რომ გაიმარჯვა სიკეთემ ბოროტებაზე. რა ვიცი, პაპაჩემი იბრძოდა პირადად, ჩამოვიდა იქიდან. ინვალიდი იყო, თუმცა ფეხზეც დადიოდა, აზროვნებდა ყველაფერი, მაგრამ ხელში ჰქონდა ტყვია. საზოგადოდ ფიქრობ იმას, რომ სრული სერიოზულობით ყველაზე დიდი პროგრესი გაიარა ჩვენ ქვეყანამ, არა მარტო ჩვენ ქვეყანამ, არამედ მთელი მსოფლიო. და მადლობა უფალს დასრულდა სიკეთის გამარჯვებით, უფლის წყალობით, რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანი თარიღი არის ეს, ფაშისტთან გამარჯვების დღე არის და 1945 წელს 9 მაისი დღესასწაულად გამოცხადდა. თქვენი აზრით ჩვენს ქვეყანაში საკმარისი ყურადღება ექცევა თუ არა იმ წლების მოვლენების ხსოვნას? სამწუხაროდ აღარ ექცეოდა კარგახანი ბოლოს მთავრობების დროს, მაგრამ კახის დიდი მადლობა, რომ აი ხალხს მაინც ცოტა გადარჩა დაუყოთო რომ დაიხოცა ხალხი, მაგრამ პატივს როს ცევს და ერთჯერად ახმარებებს რომ აწვის და რაღაც, მაინც დიდი მისასალმებელია. მივესალმებ. ეს ხალხი უნდა კიდევ უნდა დაფასდეს. საკმარისი ის არ ეძღვნება, იმიტომ რომ აქ ბევრი იმ დროინდელი პენსიონერია, რომელსაც შეიძლება რომ მეტი ყურადღება მოექცეს. კი, ექცევა ყურადღება ნამდვილად. ყოველთვის აღნიშნავენ, ვიცი რომ ფულადი თანხაც გადაეცემათ მედლები შესაბამისად. ალბათ სათანადოდ აგებენ პატივს. აქვს თუ არა ამ დღესასწაულს რაიმე მნიშვნელობა თქვენი ოჯახისთვის? აღნიშნავთ თუ არა მას და თქვენს ოჯახში იყვნენ თუ არა გმირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდნენ? ჩემს ოჯახში უშუალოდ დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც ორივე სამამულო ომის გმირები არ იყვნენ, მაგრამ იბრძოდნენ. პაპაჩემი მაგალითად ვასილ ხუციშვილი იქ დარჩა, სულ ახალგაზრდა ადამიანი წავიდა და ქერჩის მე აღარ დაბრუნებულა. მეორე პაპა დედის მხრიდან ვალიკო ნიკელაძე ჩამოვიდა და სულ იმას მიყვებოდა თუ როგორ ერთგული ვიყავით. ეს ხალხი რატომ ამოტრიალდნენ იმ ქვეყნად? პატივი მივაგოთ, რა მნიშვნელობა აქვს? თუ არ დაუდგავ ბიუს, კიდევაც სამძიმარსაც ვეთქვი, კიდევაც ბიუს ამძიმრებ და თუ მთავრობა ამ ხრივ გაითვალისწინებს და ყურადღებას გამოიჩენს, უორმესი მადლობელი იქნება. ჩემი პაპა იყო, მამაჩემის მამა ომის მონაწილე და ჩვეულებრივ ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, არა მარტო მაგას, ცოცხლებსაც ვლოცავთ, ასე რომ ვთქვა და წასულებსაც ვიხსენიებთ, ვინც წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში. ჩემ ოჯახში არ იყვნენ გმირები, მაგრამ ყოველთვის ყურადღებით ვართ ხოლმე, ვუსმენთ გადაცემებს და ვუყურებთ ტელევიზიას და ვუერთდებით მოკლედ მათ აღნიშვნას და ჩემი პაპა იბრძოდა, ჩამოვიდა ცოცხალი საბედნიეროდ. კი, ყოველთვის ვიხსნებთ, 3 წელი იბრძოდა, დატოვილი ყავდა შვილები, მაგრამ როგორც ყოველთვის, როგორც ხდება ხოლმე სამშობლოს გულისთვის, წავიდა სამშობლოს დასაცავად. დაბრუნდა ცოცხალი.
რამდენი შეეწირა კიდევაც ამ ამბავს, ამ ომს სამწუხაროდ უამრავი ხალხი. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენც ოჯახში აღნიშნავთ. ჩემი ბაბუა იყო ფრონტის ხაზზე, მთავარი ექიმი იყო და სამწუხაროდ იქიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა. შეეწირა ამ გამარჯვებას. დიდი ნაწილი ისე აღიქონს, როგორც უნდა აღიქონდეს, როგორც ვილაპარაკეთ ჩვენ, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც ახლა აღიქონს ამას, რომ ეს თანაბარი ბოროტება იყო, რომ ის იქ საბჭოთა კავშირი იყო უდიდესი ბოროტება, ამ დროს რა თქმა უნდა მათ ეს ძალიან სუმბურული წარმოდგენები აქვს და ლიბერალური პროპაგანდით დანისრული წარმოდგენები აქვს ამ იმის შესახებ, რაც ხდებოდა და აქედან გამომდინარე ჩვენ ეს არ უნდა გვიხაროდეს, ვინაიდან ვიყავით დაპყრობილი, ასე ვთქვათ და ჩაგრული ხალხი. აი ეს აქვთ წარმოდგენა დაუშვათ ძალიან ბევრ ადამიანს, ხო ის კი არა და იქ ვეტერანებს მიუვარდნენ ზოგ-ზოგიერთი სუბიექტები, ხო, რომლებიც საერთოდ ახლაც ხასიათდებიან ესეთი ტრაგიკომიკური გამოხდომებით და იქ არ ცხენდნენ, ასე ვთქვათ, აი იმას შეიმინგის იმას ატარებდნენ ოპერაციას, რა თქმა უნდა, დაფინანსებულს აქ ოფის აელჩივებისგან და ასე სრულად უსირცხლოდ ესხმოდნენ თავს ვეტერანებს. მეორე მსოფლიო ომის, რომელიც ჯერ კიდე შემორჩენილი არიან, ხო? ცოტანი. ეს გასაგებია ეს იდეოლოგია, თანამედროვე პოლიტიკური ისინია, ქვია, ხვანჯები, ასე ვთქვათ, პოლიტიკური. იქიდან გამომდინარე, ჯანსაღი დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს? პირველი, ჩვენ უნდა შევაფასოთ რა იყო, ჩვენ რა ფორმაციაში ვიყავით და ის სისულელე რომ დაუშვათ ეს იყო კოლონია, ჩვენ ვიყავით კოლონია, ნუ ეს ერთხელ სამუდამოდ ნუ ეს ანეკდოტად არის უკვე მართალია ქცეული, მაგრამ უნდა ვთქვათ, იმიტომ ის პროექტი არ გულისხმობს, არ იყო კოლონიური პროექტი, ეს ანტიკოლონიური პროექტი იყო საბჭოთა კავშირი პირიქით. კოლონიური პროექტი იყო ბრიტანეთის იმპერია, რომელსაც საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები ერთობლივად მარხავდნენ ამ ომის პერიოდში, რაც ცნობილია, ხომ? საბჭოთა პროექტი სულ სხვაგვარი იყო, ამერიკული პროექტი სხვა იყო, ბრიტანეთის იყო არქაული და კოლონიური პროექტი, შესაბამისად ის იქნა დამარცხებული და რუზველტი უყენებდა ამ ულტიმატუმს ჩერჩილს, რომ ბრიტანეთის იმპერია ამ ფორმით ვეღარ იარსებებდა და ეს ნათლად ჩანს გახსნილია ეს დოკუმენტები იგივე პოცდამის იგივე და როგორ ლაპარაკი მიდიოდა ძალიან საინტერესოა სხვათა შორის პოცდამში, ყირიმში, როგორ იალტაში, ანუ აქედან გამომდინარე ის რომ დაუშვათ ჩვენ რომელიმე სხვა ხალხი ჩაგრავდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, ეს არის აბსურდი და სისულელე. სხვა თემაა რომ ეს სახელმწიფო საბჭოთა კავშირი თავის ნაგლოვანებები ჰქონდა, ამ იდეოლოგიას ჰქონდა გადამწყვეტი ნაგლოვანება ის ათეისტური იდეოლოგია და მოხდა ის რაც მოხდა. ის ჩაბარდა ისტორიას, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ამის მიმართ ჯანსაღი უნდა იყოს და მითებს არ უნდა ვთხზავდეთ აქა რომ დაუშვათ ახლა ძალიან დაჩაგრული ვიყავით ჩვენ მაგ დროს სხვა ხალხის მიერ არ გულისხმობს სისტემას. გამიგეთ? აი სისტემას არ გულისხმობს. იგულისხმება თითქოს ჩვენ დაუშვათ ჩაგრავდნენ რუსები. და ვინვის ჩაგრავდა ეს საინტერესოა და როდის ჩაგრავდნენ დაჩაგრული დაუშვათ ამ შემთხვევაში ვინ იყო რა სახელმწიფო ორგანოებში წარმომადგენლობა იყო ქართველების ცოტა აგერ სტალინის არ იყოს მაგალითად კულტურული დომინაცია იყო თუ რაში გამოიხატებოდა ჩაგვრა ეს ჭირდებათ იმისთვის რომ დაუშვათ თანამედროვე ის გააღვივონ კიდე შუღლი აი ამისთვის ჭირდებათ ეს არ უნდა დაუშვათ ჩვენ ობიექტურები უნდა ვიყოთ და თუ განვიხილოთ ეს ისე როგორც იყო რა იყო მთავარი გაკვეთილები რომელიც მსოფლიო მიიღო ამ ომიდან გაკვეთილების ერთ ისტორია გვასწავლის რომ არავინ არაფერს არ სწავლობს იმიტომ რომ ადამიანი ვერ მართავს თვითონ პროცესებს ზოგადად ადამიანი მით უმეტეს დიდ ისტორიულ პროცესებს ადამიანური ნება მაგლებად ჩვენ რაც გვინდა ისე არ ხდება ომი არასდროს არ უნდა თითქოს მაგრამ სულ ხდება ომი და მშვიდობისთვის უფრო მეტი ომი მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში რომ ვიდრე სულ მშვიდობისთვის ვობობთ ისევე როგორც დაუშვათ რელიგიური ომები ხო მაგალითად ადამიანები მუდმივად ხოცავენ ერთმანეთს ყოვლად კეთილი ყოვლად ბრძენი და ყოვლის ცოდნე ღმერთის სახელით თან ორივე მხარე ერთი და იგივეს ამბობს რელიგიურ ომებში კიდე გაცილებით მეტი დაიხოცა კაცობრიობის ისტორიაში ვიდრე დაუშვათ სხვა ტიპის ომებში ესეც სამწუხარო რეალობაა. აქ ღმერთი არაფერ შუაში არ არის. აქ არის წმინდა ადამიანური და
სხვა იერარქიების მომენტები და წერია ეგ სახარებაში ხო ვინც მართავს პლანეტას ასეთ მეორედ მოსვლამდე. როგორია მეორე მსოფლიო ომის მემკვიდრეობა დღევანდელ გეოპოლიტიკაში? მეორე მსოფლიო ომის შედეგად დამყარებული მსოფლიო წესრიგი გულისხმობს არსებობს გაერო ხო ანუ სადაც უნდა მიიღებოდეს გლობალური გადაწყვეტილებები ხო არსებობს უშიშროების საბჭო. უშიშროების საბჭოში 5 წევრია. ეს 5 წევრი ვინ არის? შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი, ბრიტანეთის იმპერია, მაშინ იმპერია იყო კიდე, საფრანგეთი და ჩინეთი. ანუ მაშინ ჩამოყალიბდა ეს უშიშროების საბჭო, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე დაუშვათ გაერო, ანუ ნებისმიერ ამ ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება. გამარჯვებულები არიან ესენი. მართალია ახლა როგორც კაიტელმა თქვა იმაზე საფრანგეთზე, თქვენთანაც წავაგეთ ომიო? მათ გვერდზე ომობდნენ და ახლა ეს დეგოლის მხარეს ყოფი ფრანგები გაცილებით ცოტა იყვნენ, მაგრამ იგივე საბჭოთა კავშირის აწოლით საფრანგეთი შეიყვანეს ხოთაშორის იმაში უშიშროების საბჭოში, ამ ხუთეულში, გამარჯვებული ქვეყნების ხუთეულში. ჩინეთი თავისთავად ცხადია. ჩვენ ის უნდა გვახსოვდეს რა ხდებოდა ჩინეთში და იქითა ფრონტზე. კოლოსალური სვეპლი იყო და იაპონელებმა ისეთი არაადამიანობები გამოამჟღავნეს, რომ გერმანელები მათთან სიმპათიურად გამოიყურებოდნენ და სხვაებიც სხვათაშორის რა. და არა მარტო ჩინეთში, იგივე კორეაში მაგალითად იაპონელებმა აკრძალეს კორეული ენა. და ყველაფერი აუკრძალეს. აპირებდნენ გადაექციათ კორეა იაპონიის სასოფლო-სამეურნეო დანამატად. რო ვიცოდეთ ეს ნაკლებად ამბობენ ხოლმე ამის შესახებ და იქ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში კიდე უფრო არანაკლები უბედურება ხდებოდა ვიდრე აქეთ. თუმცა უფრო დღევანდელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას რო გადავხედოთ, ვხედავთ თუ არა ისტორიის განმეორებას. ევროპელებს რა თქმა უნდა აღარ აწყობთ, განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ ინტენსიურად დაიწყო ნარატივის გადახედვის ცდილობები. რუსეთი, რომელიც ცდილობს და არის ხო რუსეთის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ ხო აღიარა თავი. ცდილობს მთელი ეს გამარჯვების მემკვიდრეობა კვლავ თავის წიაღში იქონიოს, მოდი ასე ვთქვათ, ხო და ახლა ჩვენ ვხედავთ 9 მაისის დღესასწაულს, რაც მაგას ასახავს. მეორე მხრივ ევროკავშირის შემავალი ქვეყნები და განსაკუთრებით ეს აიხება გერმანიას და საფრანგეთს, ცდილობენ გადახედონ ბრიტანეთს თავისთავად ცხადე, გადახედონ და წაართვან, ესე ვთქვათ, რუსეთს ეს მემკვიდრეობა. და ეს უკრაინის ომმა აი ეს ნათლად წარმოაჩინა. ჩვენ ხო ხედავთ ევროპაში იქ უკრაინაზე ეფეს ლაპარაკობ გამარჯვების სიმბოლოების განადგურებას. ფიზიკური სიმბოლოების, თორემ მენტალური სიმბოლოები უკვე დიდი ხანია ანადგურებენ უფრო სწორედ. პირიქით აქედან ამას რა თქმა უნდა მოყვება მტრული რეაქცია რუსეთიდან, ხო? ანუ ამ მემკვიდრეობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს დღეს. აი დღეს ახლა. იმ წესრიგის, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს. რაც შეეხება ეხლა რა წესრიგი იქნება. იყო ერთპოლუსიანი მომენტი, როდესაც განადგურდა საბჭოთა კავშირი, ჩინეთს არ ჰქონდა შესაბამისი ძალმოსილება, როგორც ახლა აქვს. და შეერთებულ შტატებმა მოიპოვა ფაქტიურად მსოფლიო ისტორიაში უნიკალური, ესე ვთქვათ, პლანეტარული ძალმოსილება. ფაქტიურად ის განიხილებოდა როგორც მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესის არბიტრი და შესაძლებელი ბენეფიციარიც და დამსჯელიც, ანუ მას ეკავა ხელში ესე ვთქვათ, დამსჯელი მახვილი, გამოხატული იგივე დაუშვათ ავიამზიდებით, რომლებიც ახდენდნენ ძალის პროექცირებას და არა მარტო ავიამზიდებით, ფინანსური მონოპოლია, სამხედრო უპირატესობა, პოლიტიკური და სადაზვერვო ქსელი მთელ დედამიწაზე, ეს იყო შეერთებული შტატების და მოკავშირეები, ეს იყო შეერთებული შტატების ფაქტობრივად უპრეცედენტო ძალმოსილება, რომელიც გაგრძელდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან 2008 წლამდე, როდესაც საქართველოში დაიწყო პატივცემული მიხეილის და ბატონ პუტინის ერთობლივი ძალისხმევით, ესე ვთქვათ, ეს ომი ტრაგიკული ჩვენთვის, სადაც მათ პირველად ხოთაშორის აი მომენტი და ერთპოლუსიანი მომენტის დროს ვერ მოახერხეს ძალის პროექცირება. მათ ვერ მოახერხეს იმ ბალანსის დამყარება, როგორც სურდათ. ეს მოყვა პუტინის, ესე ვთქვათ, იმას მიუნხენის სიტყვას და იმას, რომ ნატოს გაფართოებას დაუდგა წინ, ესე ვთქვათ, წინააღმდეგობას შეხვდა. აქ იწყება უკვე ღვევა ამ მოკლე ერთპოლუსიანი მომენტის და გადასვლა მზე სახელმწიფოებზე. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს კი ჩინეთი იზრდება კოლოსალური ტემპებით. რუსეთი გაოჩნდა კი არა, მე ულტიმატუმი დააყენა, რომ
ნატოს გაფართოება რა თუ შეწყვეტილი იყო, არამედ დაბრუნებოდა 91 წლის მდგომარეობას, 92 წლის მდგომარეობას და დაიწყო და ჩამოყალიბდა ესე ვთქვათ ამ სამეული. ხლა ეს სამეული რატო არის ახლა გასაგებია რომ რუსეთი ამ შემთხვევაში გაცილებით სუსტია, ხო? ეკონომიკურად იგივე შეერთებულ შტატებზე, ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად, ფინანსურად, რა ვიცი, და ჩინეთზეც. მაგრამ მან შეინარჩუნა ატომური ტრიადა და ეს ვიღაცას გონია რომ ეს რაღაც ის არის, რა ქვია, აბსტრაქცია და მაგ განსაზღვრავს სწორედ სტატუსს. ანუ სტატუსს ახლა უშუალოდ ღარიბი რომ სამი ადამიანი რო არ და ორი ძალიან დიდარია და შეძლებული და ასე ვთქვათ და მეორე შედარებით ნაკლებად, მაგრამ ამას უკეთესი იარაღი აქვს, ასე ვთქვათ, კოლტი ამ შემთხვევაში ათანაბრებს ადამიანებს. ეს შეინარჩუნა ასევე პოტენციალი განვითარების და შეინარჩუნა სადაზვერვო სისტემა. ანუ ამ ქვეყანამ რუსეთმა, იმიტომ მას კოლოსალური რესურსები აქვს, დედამიწაზე ყველაზე დიდი ქვეყანა. რომ ეს სამეული, მიუხედავად იმისა, რომ ახლა იტყვიან, რუსეთი და დემოგრაფიულადაც ძალიან მძიმე დღეში იყო და არის, მაგრამ დღეს ესეთი ძალთა ბალანსია. ამავე დროს ადრე თუ დაუშვათ რუსეთი იყო უფროსი ძმა, ანუ საბჭოთა კავშირი ჩინეთის, დღეს რუსეთი უმცროსი ძმა არის ჩინეთის, ხო? და მიმდინარე ის ესეთი საინტერესო ისე ორი პოლუსია და ამ პოლუსს შორის შედარებით ესე იგი მცირე პოლუსი, რომლის პოზიციაც ერთს ან მეორე მხარეს ანიჭებს უპირატესობას. და აქედან გამომდინარე ეს პოლუსი ცდილობს ეს გამოიყენოს. ხედავთ თუ არა, რომ სხვადასხვა ძალა ცდილობს ისტორიის გადაწერას და რატომ არის ისტორიული სიმართლის დაცვა და შენარჩუნება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? თქმა უნდა ცდილობს, იმიტომ რომ ის ვინც ცვლის წარსულს, ცვლის მომავალს. ანუ ნარატივს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ანუ ის როგორი ინტერპრეტაცია აქვს ისტორიას. ამიტომ ისტორია ხშირად ყველაფერი რო გამოაცხადო, ტყილი რო გამოაცხადო, არაფერი აღარ დარჩებაო, სიმართლე კი არ დარჩება, შეიძლება არაფერი არ დარჩეს, ერთიანი ფრაზაა. ანუ ისტორია იდეოლოგიასთან არის ძალიან, ასე ვთქვათ, გადაჯაჭვული სამწუხაროდ. სამწუხაროდ ასეა და ისტორიული წყაროებიც გაჟღენთილია სუბიექტივიზმით ზოგადად. ნახო, ყველა ცდილობს თავისთავად წარმოაჩინოს უშუალოდ იმ რაკურსით, რაც იმ კონკრეტულ ქვეყანას აწყობს, იმ კონკრეტულ რელიგიას და ასე შემდეგ და ამგვარები. თუმცა არსებობენ ჯიუტი ფაქტები, რომელთანაც ყველაზე უფრო სუბიექტურ ისტორიკოსაც კი უჭირს უშუალოდ გამკლავება. ამ შემთხვევაში როგორც არ უნდა უნდოდეს, აი მაგალითად მონღოლებმა აიღეს ბაღდადი. ხო, ვერ იტყვი რა უღიათ, ხომ? აიღეს. ან ჯალალედინმა აიღო თბილისი, ან დაუშვათ ვიღაცა დამარცხდა, ვიღაცამ გაიმარჯვა, ხო? მართალია ეგ მიზეზებს დაუშვათ წარმოსახავენ ისე როგორ ეკუთვნი, ასე რელიგიას ეკუთვნი. ხო, მუსლიმები მაგალითად სულ ამბობენ, რომ აი ახლა ურჯულოებზე გავიმარჯვეთ. ამ დროს ის ურჯულოები ამბობენ, რომ ამ ურჯულოებზე გაიმარჯვეს და ეს საერთოდ სამწუხაროდ ეს იდეოლოგიზირება სულ არის, აი სამწუხაროდ ჩვენ ვერ გავწვდით კაცობრიობა ამ სტადიას. ხომ, აი ბედნიერების და უბედურების შესახებ რო კითხეს ერთ-ერთ აფრიკული ტომის წარმომადგენლებს, რომ რა არის ბედნიერებაო და რა არისო და როდესაც ჩვენ შევიჭრებით მეზობელი ტომშიო დავამარცხებთო მათო, დავხოცავთ მამაკაცებს და ტყვე წამოვიყვანთ და გავაუბად ფხევლება თავიყვანთ, ხარჭება თავიყვანთ მათ ქალებსო. და უბედურება რა არის? აი როცა ისინი წამოვლენო დაგვამარცხებენო, ჩვენ მამაკაცებს დახოცავენ და ხარჭება წაიყვანენ ჩვენ ცოლებსო. აი ამ რო აიღო ძირი, ხო? სამწუხაროდ კვლავ ამ სტადიაში ვართ ჩვენ ადამიანები და რა ვქნათ. და მაინც რა შეიძლება გავაკეთოთ ისეთი, რომ დავიცვათ ეს ისტორიული წარსული, რომ მემკვიდრეობა შეუნახოთ მომავალ თაობას. ფაქტებს სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ და შევეცადოთ, რომ სიმართლე გახდეს, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი ცხოვრების თანამდები, მათ შორის ისტორიულ ნაწარმოებებში. აი დავით გურამიშვილი ამბობდა ამაზე მწყინვალეთ, ხო, მართალს ვიტყვი, შევიქმნებით ყვილისა მოამბერად, ვინც არ არის კახაბერი, მას ვერ ვიტყვი კახაბერად, ხო, მაგალითად, ხო? დავით გურამიშვილი საერთოდ იმაჩნია, რომ დიდი პოეტი იყო და მაღალზნეობრივი სხვათა შორის. ხო, და ამიტომ მიუყვეთ ესე იგი ისმინეს სწავლის ძებნელო, მიხევ დავითის ცნებას, ხო? ჯერ გვილთუ ეძებ გემოვნებას, ასე შემდეგ. რაც არ უნდა მწარე იყოს,
და ვთქვათ სიმართლე და მითების და განსაკუთრებით იმ მითების, რომლებიც დაუშვათ ჩვენ პატივმოყვარეობას და ჩვენს აი ესეთ თავმოთნეობას კვებავს. აი ამ მითების ტყვეობა კონტრპროდუქტიულია, რომ იწვევს ისტორიულ ავარიებს. და ეს არამატო ჩვენ გვახასიათებს, არამედ ბევრს ახასიათებს, იმიტომ თავის ძალმოსილებისა და ძლევამოსილებისა და შეუმცდარობის միջში მცხოვრები დიდი მასები ხალხების, ხო? და ცრუ ისტორიული ნარატივების, კონტრპროდუქტიული ისტორიული ნარატივების, ხშირ შემთხვევაში სადაზვერვო პროპაგანდის მიერ ჩანერგილი ნარატივების ტყვეობაში მყოფი საზოგადოებები ძალიან ხშირად ხვდებიან კიდე ერთხელ ვიმეორებ გეოპოლიტიკურ ავარიებში სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სულსო ასეთ საინტერესო ინტერვიუსთვის. გაიხარეთ. ომი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო რუქა, ომი, რომელმაც დააჩქარა საერთაშორისო წესრიგის შექმნა და სამყაროს შეახსენა, მშვიდობა მოცემულობა არ არის. მისი დაცვა ყოველდღიური ვალდებულებაა. ეს იყო ბრძოლა ტოტალიტარიზმსა და თავისუფლებას შორის. დღეს 9 მაისია 1945 წელს, სწორედ ამ დღეს მსოფლიომ გაიმარჯვა ბოროტებაზე და არჩევანი გააკეთა თავისუფლებაზე. ისინი სტალინგრადიდან ბერლინამდე იბრძოდნენ კაცობრიობის გადასარჩენად. მათი გმირობა ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მათი დაფასება ჩვენი ვალია. დღეს 80 წელი შესრულდა ფაშიზმზე გამარჯვებიდან. სახელმწიფო განაგრძობს ზრუნვას ომის ვეტერანებზე. ტრადიციულად ქცეულია 9 მაისის აღნიშვნა ვეტერანთა და კულტურის პარკში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა, ვინც აფასებს ამ გმირობას, დასაფასებელია. სამამულო ომში გამარჯვება და 80 წლის იუბილე მათ შორის მიულოცა რუსეთის ინტერესების სექციამ ჩვენს ვეტერანებს და მათთვის მიღება გამართა. გილოცავთ გამარჯვების დღეს. მადლობა, რომ დაგვიტოვეთ სამშობლო, დაგვიტოვეთ მეხსიერება. ჩვენი ვალია ვიყოთ ღირსეულები. გილოცავთ 9 მაისს, თქვენი გმირობისა და თავგანწირვის დღეს.